რა გავაკეთო, როცა წრეზე დავდივარ, როდესაც არ სრულდება პრობლემა და ვუბრუნდები ერთ და იგივე სტრესს, ვუბრუნდები ერთ და იგივე საფიქროს, ერთ და იგივე განცდას და ვტრიალებ წრეზე. თან ვცდილობ, რომ სულიერად განვითარდე, ვაკეთო სულიერი პრაქტიკები, მაგრამ პერიოდულად მაინც იმ წარსულს განცდებს ვუბრუნდები და განა შეიძლება, რომ ეს საერთოდ დამთავრდეს და დაიხუროს ეს თავი ჩემი ცხოვრების თუ ყოველთვის შეიძლება, რომ თან დამდევდეს კონკრეტული სტრესები და გაკვეთილები, რომელიც გავიარე. და დაკავშირებულია თუ არა ეს იმასთან, რომ იქ კიდე რაღაც დამჭა დასამუშავებელი, თუ რაიმე სხვა გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან. დღეს სწორედ ამაზე იქნება ჩენელინგის ეპიზოდი. ეს ყველასთვის ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ადამიანები, რასაც ვაკვირდები კონსულტაციებზე, ძალიან ხშირად წუწუნებენ ხოლმე ამაზე, რომ ერთ და იგივე წრეზე დადიან და ერთ და იგივე წრეზე სიარული იწვევს დაღლილობას და რომ ვეღარ ვიტანთ ამ რაღაცა პრობლემას თუ სტრესს თუ რაღაცას და ძალიან ვიღლებით ამ ყველაფრისგან. თან სულიერი განვითარება ხო იმას ნიშნავს წესით და გონია, რომ სულიერი პრაქტიკები და სულიერი განვითარება უნდა გვეხმარებოდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს რაღაცა წარსულის წრეები, რომელიც აღარ გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობდეს, მაგრამ ამავდროულად არ იხურება ხოლმე და მერე უფრო დიდი ემოციებით და ჩავარდნებით გვაბრუნებს ხოლმე იგივე წარსულში. ხო და დღევანდელი ეპიზოდი სწორედ აი ამ დეტალების განხილვაზე იქნება და ასევე იქნება საუბარი იმაზე, თუ რა ჯობია ასეთ დროს, თქვათ ფსიქოლოგთან სიარული ჯობია თუ სულიერი განვითარება ჯობია, ან როდის რა ჯობია და როგორ ხდება ზოგადად ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა და რა პროცესებია გასავლელი. ინფორმაცია არის ყველაფერი, რაც იქნება მოცემული ჩენელინგიდან, დაჩენელებული ინფორმაცია, ამიტომ ყოველთვის წინა სიტყვებას ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ იქ ყოველთვის ცხადი არ არის, შეიძლება რაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ჩენელინგის დროს თემები და ვიზუალები ისე იცვლება, რომ ხანდახან თემიდან თემაზე გადავყევარ ხოლმე და მე თვითონ არ ვიცი ერთ კითხვას რო დავსვამ, მერე სად მიმიყვანს ბოლოს, რა პასუხამდე მიმიყვანს ხოლმე პროცესი, იმიტომ რომ უფრო მსხვილი პრობლემა შეიძლება ამოხდეს. პრობლემა რა, ანუ რაღაცა განსახილველი თემა. ამ შემთხვევაში კითხვა, რომელთაც დაიწყო ეს ეპიზოდი იყო, რომ რა ჯობია ადამიანისთვის სულიერი განვითარება თუ ფსიქოლოგიური სეანსები და ფსიქოლოგთან სიარული და რომელი როდის არის საჭირო. იმიტომ რომ ზოგჯერ ფსიქოლოგიაში, ფსიქოლოგიასთან მიმართებაში არის ესეთი პრეტენზია, რომ რაც უფრო მეტ ხანს დავდივარ ფსიქოლოგთან, მით უფრო მეტი და მეტი ამოდის და ეს წრი არასდროს არ მთავრდება. სწორედ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი და ბოლოს ძალიან სიღრმისეულ თემებამდე მივედით და განვიხილეთ ზოგადად ჩაკეტილი წრის ამბავი და როგორ ხდება აქედან ამოსვლა, სად არის აქედან კარი და ზოგადად ვიზუალურად არის ახსნილი, როგორც იმ მომენტში ვხედავდი, როგორია ზოგადად ეს ჩაკეტილი წრე, რატო უბრუნდებით უკან და სად არის გამოსასვლელი. მაინტერესებს თქვენ თუ გქონიათ ესეთი გამოცდილება და უკვე დაგიღწევეთ თავი ჩაკეტილი წრიდან, თქვენ შემთხვევაში რამ გაამართლა, იმიტომ რომ თქვენი გაზიარებული ინფორმაცია შეიძლება სხვებსაც ძალიან დაეხმაროს და ზოგადად რა გამოცდილება გქონიათ ამ თემასთან დაკავშირებით. ან თუ ვერ გამოდიხართ ჯერჯერობით, მაშინ რა გიშლით ხელს, რომ ვერ გამოხვიდეთ. მადლობა აქ ყოფნისთვის, ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენთაგანის ყურადღებას, რომლებმაც გადაწყვიტეთ, რომ აი ამ წუთას და ამ მომენტში სხვა დანარჩენი ამ სამყაროში 1000 გასართობის მაგივრად მოусმინოთ ამ ეპიზოდს და იზრუნოთ საკუთარ თავზე და სულიერ ზრდაზე და უდიდესი მადლობა ასევე, როცა მაფასებთ ხოლმე ჩემს შრომას და უანგარობას და ეს ყველაფერი აისახება ხოლმე დონაციების სახით. ახლა კი გიტოვებთ ჩანაწერს. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ თუ ადამიანი იწყებს ფსიქოთერაპიას, რომ იქედან ვერასდროს ვერ გამოვა და ეს მთელი ცხოვრება უნდა აკეთოს და აი ესე წრეზე რომ ერთი და იგივე რაღაცები მოდის, ანუ რომ არ მთავრდება ხოლმე რა, რაღაცა თემა არ იწურება და რაღაცა ტრაუმას და სტრესს რო აღმოაჩენ, დაიწყებ დამუშავებას, მე უფრო ღრმა რაღაცა חיჭვი ამოდის, მე კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო ღრმა და რომ ეს ციკლი არასდროს არ მთავრდება და თუ აქვს ამას საერთოდ ბოლო და რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია და რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს სულიერი განვითარების საფეხურები, ხო, მაგალითად როგორც არის მედიტაცია და რომელი ჯობია ვთქვათ ფსიქოთერაპია თუ მედიტაცია მაგალითად. ეს კითხვა ბევრი ადამიანს აწუხებს და ბევრი ადამიანს დღესდღეობით ჭირდება კიდეც ფსიქოთერაპიაც და სულიერი განვითარებაც, ნუ თავისთავად თუ სულიერი განვითარების გზაზე დგას ადამიანი. მაგრამ არის ხოლმე ეგეთი მომენტი სულიერი განვითარების გზაზე, როდესაც
ადამიანი ხშირად ვარდება ისევ იმ სიხშირეში, სადაც ისევ რაღაცა ტრამვები და სტრესები მოდის რა. მაგრამ ეს არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ ადამიანი წრეზე დადის, ეს არ არის წრეზე სიარული. ეს არის მაგალითად როგორი რაღაცა, მე ხა მაგალითისთვის რამეს მოვიგონებ ვიზუალურად, აბა იქნებ დავინახო რამე კარგი მაგალითი ამ თემის ასახსნელად. ეს არის აი ხო, ეხლა მოვიდა უბრალოდ შეიძლება ცოტა უხეში თემა იყოს ახლა სასაუბროთ, მაგრამ ძალიან კარგად შეიძლება რომ ამ მაგალითზე აღვქვათ და გავიგოთ. ანუ მაგალითად ადამიანს რომელსაც ძალიან ახლობელი ადამიანი დაიღუპა. ანუ ეს ხო მთელი ცხოვრების ტკივილი არის, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ სადღაც 10 წელი რო გავა, ეს ადამიანი ვერ წავა დაბადების დღესა და ვერ იცინებს და ვერ იცაკვებს, ხო? მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ეს ადამიანი გაახსენდება, მაინც მწუხარება შემოაწვება. ანუ ეს ხო არ ნიშნავს, რომ წრეზე უბრუნდება ამ ადამიანის დაკარგვის გამო მწუხარებას და სტრესს, ანუ ეს მას ნიშნავს, რომ რეალურად ეს ადამიანი გიყვარდა და ამ ადამიანზე გაქვს ფიქრები, მასთან გაქვს დრო გატარებული და უბრალოდ გენატრება რა. და როდესაც იხსენებ და გენატრება, ნუ ცრემუნარევი მონატრება არის, იმიტომ რომ აღარ არის ეს ადამიანი შენ გვერდით და ვეღარასდროს ვეღარ იქნება რა. ხო და ესე არის აქაც, ანუ როდესაც ადამიანი მიდის სულიერ განვითარებაში და ძალიან კარგად არის სტრესების წინა რაღაცა გავლილი ამბები და სტრესები და რაღაცები აღარ ატრიგერებს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მიდის წინ. მაგრამ ადამიანებმა რეალურად რაღაცა გზა ხო გავიარეთ, ანუ ჩვენს ცნობიერებაში არის აღბეჭდილი ყველაფერი, ანუ ყველა ის კომპონენტი, რომელიც ჩვენი გზის შემადგენელი ნაწილია. და ეს ნეგატიური ემოციები იმიტომ გვაქვს, რომ უბრალოდ ჩვენ ვართ ეგ ადამიანი, ვისაც ეს მოვლენები გადახდა. ანუ მარტივად რომ ვთქვა, ცოტა შორიდან დავიწყებ, რომ ანუ თუ ადამიანი გავიდა მატრიციდან და მატრიციდან გასვლა გულისხმობს იმას, რომ თითქმის ყველას და ყველაფერს კარგავთ, საკუთარ თავსაც კი, საკუთარი თავის იმ ვერსიასაც კი, რომელიც ახლა ხარ. ანუ ეს არის ტოტალური მატრიციდან გასვლა და გადატვირთვა, ხო? თუ ადამიანს აქვს ეს გზა და აქამდე მივიდა და ეს გააკეთა, მაგ შემთხვევაში ის აღარასდროს აღარ უბრუნდება წინა ტრავმებს და აღარასდროს აღარ არის მისთვის არაფერი ესე წრეზე ტრიალიwith რა. იმიტომ რომ მთლიანად დახურა ეს საკითხი. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ტოტალურად არ გადიან სისტემიდან, კი განვითარდებიან, მაგრამ მაინც სისტემის ფარგლებში არიან და ამ შემთხვევაში ხო, აი იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მატრიციდან გადის, ის თავის თავსაც კარგავს იმ ვერსიას, თავის იმ ვერსიასაც კარგავს, რომელიც იყო. შესაბამისად, ნუ ამას ხა ემოციურად მოყვება გლოვა და ძალიან რთული პროცესია ემოციურად რეალურად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ანუ ბოლომდე გამოიგლოვებ, ბოლომდე დახურე რა, ეს ჩეფტერი ასე ვთქვათ რა, ცხოვრების ეს თავი, ანუ მაშინ უკან აღარ დაგაბრუნებს, არაფერი აღარ დაგატრიგერებს და ისევ იგივე ემოციები აღარ გექნება. მაგრამ თუ ანუ ეს ოღონდ ვარიანტი, რომ ადამიანი ისევ თავის მატრიცაში, ისევ იმ მატრიცაში უნდა იყოს, სადაც დაიბადა და უბრალოდ იქ უნდა განვითარდეს, ხო? მაშინ არ ხდება აბსოლუტურად ტოტალური გადატვირთვა და გამომდინარე იქიდან, რომ წარსული რაღაცა ისტორიები ადამიანის ცხოვრების ნაწილია და ადამიანის იდენტობის ნაწილს წარმოადგენს, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც იმ რაღაცებს გაიხსენებს, შესაძლებელია, რომ იმან წამოიღოს ისევ ნეგატიური ემოციები. ან რაღაცა შეიძლება თვითონ კი არ გაიხსენოს, არამედ რამემ გაახსენოს, ანუ დაატრიგეროს, ხო? ხო და ეს არ ნიშნავს, რომ წრეზე ტრიალებს, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ აი მოდეს ვთქვათ რაღაც საყვარელი ფილმი თუ აქვს ადამიანს, რომელიც არის ოღონდ დრამატული ფილმი, რომელზეც ყოველთვის ეტირება და ამ ფილმს ვთქვათ ხშირად უყურებს, ეს ხო არ ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე ის თემა ვერ გაიგო ან ვერ დახურა ან წრეზე დადის ან მაგას არ ნიშნავს, უბრალოდ ადამიანს უყვარს ის ფილმი და უბრალოდ ეს ფილმი მასში იწვევს ტკივილს და ემოციურ რაღაცა თავგადასავალს რა. ხო და ასეთი რაღაც არის, ანუ ზოგადად ადამიანებს ხო ემოციები უყვართ რა, ემოციები მაგარი საქანელებია და გარკვეულწილად ადამიანებს უყვართ იქ წარსულში დაბრუნება და თავიანთი ამ ემოციების თავიდან განცდა და ამით ძალიან кайფობენ რეალურად ადამიანები კი, ეს მტკივნეულია, მაგრამ იგივენაირი მტკივნეული არის, როდესაც მაგალითად არ ვიცი, მოდი სპორტსმენები ავიღოთ, ვინც ბრძოლის ხელოვნებაში არიან, რომელსაც ცემენ და ურტყამენ და ასე შემდეგ, ანუ ეს ხო ძალიან დიდი ტკივილი არის სხეულისთვის და ძალიან დიდ ტკივილებს გადიან ეს ადამიანები, მაგრამ ანუ ხო არავინ არ აძალებს, ანუ თავის დაკეთებენ მაგას ხო მიდიან და ანუ რამდენი
მუშტის პირობითად ერთ ბრძოლელს მებრძოლს მოხვდება ერთი რინგის განმავლობაში, იმდენი შეიძლება საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ცხოვრებაში არ მოხვდეს, მაგრამ მაინც ძალიან დაიტანჯოს იმ თითოეულა მუშტით რა და არიან ეგეთი ადამიანები, ვისაც სიამოვნებთ ეს ბრძოლის ხელოვნება და რო ურტყავენ და რო ცემენ და ტკივილის ამტანებიც ხდებიან და ამ ყველაფერთან უზარმაზარი ადრენალინი აქვს და სხვა ბევრი კომპონენტია, რითიც ძალიან კაიფობენ, იმიტომ რომ ხა სხვანაირ შემთხვევაში მებრძოლი როცა ხარ, თუ არ კაიფობ ზოგადად მაგ პროცესით, შანსი არ არის, რომ ანუ მაგ ხელად ტკივილები აიტანო და მაგდანი დარტყმები უბრალოდ იმიტომ, რომ რავი მებრძოლი იყო. ხო და ყველა ადამიანს აქვს თავისი ეს ზოგადად ემოციები, ატრაქციონები ვითარ არის მატერიალურ სამყაროში და ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ ამ ემოციებში ყოფნა და ეხლა ხშირად კიდე ზოგადი საშუალო სტატისტიკური ადამიანი იმას ვერ ახერხებს, რომ სულ კაი ემოციებში იყოს, ხო? მაგალითად ყოველდღე ხა აიფონებს ხო არ აჩუქებს ვინმე ან მანქანებს ან მოგზაურობები ან მთელი ცხოვრება ხო ეგრე არ არის დალაგებული რა და ამიტომ არიან ადამიანები ვინც კონკრეტულად ემოციებისთვის არიან მოსული ემოციები აინტერესებდა მათ სულს ემოციების სიღრმეები და რანგები უნდათ თავის ტყავზე განეცადათ და გამოეცადათ ზოგადად რა და ამიტომაც ისინი არიან ძალიან ბევრ ნეგატიურ ემოციაში, მაგრამ სულის პერსპექტივიდან ეს არ არის ნეგატივი, ეს არის მათი თავგადასავალი და მათ ეს უნდოდათ და მათ აინტერესებდათ ეს ყველაფერი ხო? ამიტომ ბევრი კომპონენტი არის, ანუ ის რომ წარსული ემოციები ბრუნდება და ბრუნდება, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი წრეზე დადის, უბრალოდ შეიძლება ეს ემოციები მოსწონს, ან ზოგადად ნებისმიერი მძაფრი ემოციები ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი რომ ნეგატიური იყოს, მაგრამ ახლა პოზიტიურ მძაფრ ემოციას ყოველდღე ვერ შექმნი ხო და ვერ გექნება, ამიტომ მიდიხარ ნეგატიურში. ეს ვარიანტიც არის. ასევე არის ის ვარიანტი, რომ ადამიანი, რომელიც იმყოფება მატრიცაში ხო და არ გასულა კი სულიერად ვითარდება, მაგრამ ის წინა ისტორიები, როგორც კი ვიბრაციულად ოდნავ დაბლა დაეშვება, ხო, ისევ იმ რაღაცა თემას დაუბრუნდება. აი მოდი ავიღოთ არ ვიცი ესეთი როგორ ავხსნას კარგად აბა იქნებ დავინახო ვიბრაციების ამბავი. ხო, მოდი ავიღოთ ესეთი, ახლა როგორც ვხედავ, არის ლიფტი, რომელიც დადის სხვადასხვა სართულებზე და ლიფტშეულია იაროს სხვადასხვა სართულებზე, ვთქვათ, 0-დან 100-მდე ავიღოთ რა სკალა. რაც უფრო მაღალ სართულზე არის სული, მით უფრო იმ სართულზე უფრო მაღალ ვიბრაციული ზოგადად ენერგია არის რა და პირობითად მე-100 სართულზე არ არსებობს ფსიქოლოგიური ტრავმები, ანუ ზოგადად არ არსებობს, ვთქვათ, ქვეცნობიერი, არსად არაფერი არ ილექება, ვთქვათ, სამყარო არის იდეალურად მოწყობილი, ყველა კეთილგანწყობილი, არავინ არ არის ბოროტე, არავინ არ სარგიფუჭებს, ან ტრავმა რეალურად არ არსებობს, ხო? მაგრამ არის პირველი სართული, ახლა პირველ სართულზე თუ ჩახვალ, ხო? პირველ სართულზე არის ვთქვათ დემონური გარემო, ყველა ერთმანეთს რაღაც შეურაცხყოფას აყენებს, ფიზიკურ ძალადობას აყენებს და ზოგადად ეგეთი სამყაროა რა. და შენ რო სულ მე-100 სართულის მაცხოვრებელი იყო, პირველ სართულზე რო ჩახვიდე, მაინც იმათ კანონებში ექცევი და მაინც შენც მოგაყენებენ შეურაცხყოფას და შენც დაგარტყმენ და შენც ისე და შენც ესა. მაგრამ კი ბატონო, წარმოშობით მე-100 სართულიდან ხარ, მაღალ ვიბრაციული ხარ, მაგრამ თუ მოექეთ სიტუაციაში, სადაც უნდა გცემონ, რა თქმა უნდა გეტკინება, ხო? და რამდენჯერაც მოექცევენ პირველ სართულზე, იმდენჯერ გეტკინება, იმიტომ რომ ის რომ შენ მაღალ ვიბრაციული სული ხარ და შენ გესმის, რომ ბოროტება არ არის შენი და სხვა ლეველზე გაქვს ცნობიერება და ყველაფერი, ანუ დარტყმა ყველა ადამიანს ერთნაირად ტკივა, ხო? ამიტომ როგორც კი მოექცევ პირველ სართულზე, მაინც გეტკინება და ეს არის აქ გამოსავალი, ანუ როდესაც სულიერი ტკივილები მოდის, ხო? და ეს რაღაცა ტრიგერები და წარსული გვახსენდება და ისევ ტრავმები ამოდის. ანუ ეს ყველაფერი რეალურად კი არა ამოდის, უბრალოდ ვიბრაციულად ადამიანი უბრუნდება იმ პირველი სართულის მდგომარეობას, დაბალ ვიბრაციულ მდგომარეობას და იმ დაბალ ვიბრაციულ მდგომარეობაში მაგ პირველ სართულზე ეგეთი სიტუაცია არის და რამდენჯერაც ადამიანი ვიბრაციულად დაუბრუნდება პირველ სართულს, იმდენჯერ ექნება ეგ თითქოს და მობრუნება ამ ტრავმების, მაგრამ არაფერი მობრუნება არ არის რა, ანუ პირველ სართულზე უბრალოდ ეგეთი სიტუაციაა. რამდენჯერაც და რაც უფრო დიდი ხნით მანდ მოხვდები, მაგდენი ხანი იქნება ეგეთი მდგომარეობა. ამიტომ არის აქ გამოსავალი ის, რომ ადამიანი ყოველთვის ეცადოს, რომ იყოს მაღალ ვიბრაციულ მდგომარეობაში. მაღალ ვიბრაციულ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ
ესე იდეურად ნიშნავს, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან. ღმერთთან სიახლოვე შეიძლება ძალიან ბევრი სახით ხო, შეიძლება ლოცვით, შეიძლება მედიტაციით, შეიძლება უბრალოდ მისი თანამყოფობის შეგრძნობით და არ ვიცი, ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, ვისთვის რაც არის მუშა, ვისთვისაც რა მუშაობს, ის ხერხი იქნება მისთვის ყველაზე კარგი. იმიტომ რომ ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე კარგი ხერხი, რომ რაღაცა მიზანს მიაღწევს, არის ის ხერხი, რომელსაც ყოველთვის გააკეთებს და დააპრაქტიკებს, ხო? ანუ არ არსებობს რაღაცა რანგით უფრო მაღალი ან უფრო დაბალი მედიტაცია, ან უფრო კარგი ან უფრო ცუდი თუნდაც ვარჯიშის ფორმა, ან სულიერი პრაქტიკა. მთავარია რომ ის რაც აკეთებთ თქვენს ნეირონულ სისტემასთან, თქვენ ფიზიკურ სხეულთან, თქვენს დღის განრიგთან და თქვენს რაღაცა ფიზიკურ, ასე ვთქვათ, მოცემულობასთან იყოს ადეკვატური, შესრულებადი, ყოველდღიურად და სისტემატიურად, ხო? ამიტომ ღმერთთან თანამყოფობა და მაღალ მდგომარეობაში, მაღალ ვიბრაციებში ყოფნა, ხო? ვიღაცისთვის ეს იქნება მედიტაცია, ვიღაცისთვის იქნება სიმღერა და ცეკვა, ვიღაცისთვის იქნება 5 საათიანი რაღაცა პრანაიამების კეთება. მთავარია რომ ის რაც გშველით და ის რაც გეხმარებათ რომ მაღალ ვიბრაციებში იყოთ, ისეთი მეთოდი თქვენთვის ისეთ მეთოდს მიაგნოთ, რომელიც თქვენთვის იქნება ადვილი შესასრულებლად, რომ უბრალოდ ყოველ დღე შეძლოთ რომ ეს გამოიყენოთ. ან უბრალოდ ინსტრუმენტები უნდა მოიპოვოთ რა, ინსტრუმენტები უნდა მოძებნოთ სამყაროში, რომელიც გეხმარებათ რომ იყოთ მაღალ ვიბრაციებში, ხო? ვიღაცისთვის ეს მართლა შეიძლება მხოლოდ მუსიკა იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება ერთი კონკრეტული მანტრა იყოს, რომელიც ეხმარება და მას არ ჭირდება 5 საათიანი მედიტაცია იმისთვის, რომ მაღალ ვიბრაციებში იყოს. ნუ მედიტაციას თავის დანიშნულება გარდა მაღალ ვიბრაციებში ყოფნისა, მაგრამ საერთოდ ჯამში ხა ეხლა რაზეც ვსაუბრობ ამ პრობლემიდან გამომდინარე, ამას მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი მართლა 5 საათი მედიტირებს თუ ერთ მანტრას მოусმენს, თუ ის ერთი ხერხითაც და მეორე ხერხითაც მოხვდება მაღალ ვიბრაციებში, მაშინ ამ კონკრეტული მიზნისთვის არ ქონია მნიშვნელობა, რომელს გააკეთებთ, ხო? ამიტომ თქვენთვის უნდა მოძებნოთ თქვენი ინსტრუმენტები, ანუ სხვა ადამიანებს არ უნდა მიბაძოთ, იმიტომ რომ ვიღაცას ეკომფორტულობა ყოველდღე 5 საათი მედიტაციაში ყოფნა და ეს მისი ცხოვრების რიტმი არის, ვიღაცას არ ეკომფორტულობა, ხო? და ასე შემდეგ. ამიტომ შენთვის რა არის ის ხელსაწყო, რომელიც ყველაზე სწრაფად აგიყვანს მაღალ ვიბრაციებში? ეს უნდა მოძებნო და ეს როცა ცდი სხვადასხვა ვარიანტებს, მერე მიაგნებ შენი რომელი არის რა და შესაბამისად თუ იქნები მაღალ ვიბრაციებში, არ შეგაწუხებს ეს ტრიგერები და ისევ წრეზე ემოციურად არიული რაღაცა ტრავმებში, იმიტომ რომ იმ მაღალ ვიბრაციებში ეს თემა საერთოდ არ არსებობს. მაგრამ რა თქმა უნდა, ცხოვრებაა და ყველას გვაქვს ან გადაღლა ხან სტრესი, ხან რაღაცები და ლოკალურად როცა ვიბრაციები დავარდება, რა თქმა უნდა, ისევ მაგ გარემოში მოხვდები და ისევ სტრესებს და რაღაცებს წამოიღებს. ამიტომ ეს ისევ ამ წრეზე ტრიალი ემოციური, ხო? როგორც კი დაიწყება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ესე იგი შენ დაბალ ვიბრაციებში ხარ, იმიტომ როგორც კი მაღლა ახვალ იქ ეს თემა საერთოდ აღარ არსებობს რა. აი მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი არის 5 წლის ბავშვიც და 50 წლის ადამიანიც, ხო? 50 წლის ადამიანს ყველა ეს სტრესი უკვე ჩახურული აქვს და 5 წლისას არაფერი არ აქვს, ხო, ჩახურული. და ადამიანის ცნობიერება ეგრე დარბის რა, თუ მაღალ ვიბრაციებში ხარ, ანუ 50 წლის ჩამოყალიბებული უკვე ყველაფერი გაცნობიერებული ადამიანი ხარ, რომელსაც არანაირი ტრიგერები და სტრესები არ აქვს და 5 წლის ცნობიერებაში გაქვს. ან 15 წლის ცნობიერებაში რა მნიშვნელობა აქვს, ხო და ესე დახტის ცნობიერება ვიბრაციიდან გამომდინარე. ვიბრაცია არის სუფთა ენერგია. ანუ მაღალ ვიბრაციებში თუ იქნები, მაღალ ენერგეტიკულ პოტენციალში თუ იქნები, მუდმივად და ამას შეინარჩუნებ, აღარ იქნება ეს წრეზე სიარული და მუდმივად ერთ და იგივე რაღაცების დამუშავება, იმიტომ რომ ერთი და იგივე წრეზე ტრიალი, როგორც ეს შეიგრძნობა ხოლმე, სულ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა რაღაცა ვერ ისწავლა და კიდე მანდრახან მიმაბრუნა, ესე იგი ვერ ვისწავლე. ანუ საერთოდ არ ნიშნავს მაგას, ეგ იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ დაბალ ვიბრაციებში ხარ. რა თქმა უნდა, არის ხოლმე ზოგადად სამყაროშიც ხანდახან ისეთი ეტაპები, მაგალითად იგივე მთვარის დაბნელებები, როდესაც თვითონ სამყაროში არის დაბალი ვიბრაციები, ჩვენ რაც არ უნდა მაღალ ვიბრაციებში ვიყოთ, მაინც თვითონ სამყაროში არის დაბალი ვიბრაცია და შესაბამისად იმიტომაც არის ასტროლოგიაში ეს დაბნელებები, რომ პერიოდულად ამ სტრესების და ტრავმების გადახედვა მოხდეს ადამიანში და სტრესებისგან განთავისუფლება. მაგრამ თუ ანუ შინაგანად ადამიანი გრძნობს, რომ ხა მე უკვე ყველაფრისგან გამთავისუფლდი და ეს უბრალოდ ახლა დაბნელების ამბავია და ან უბრალოდ იმიტომ რომ გუშინ რაღაც დავისტრესე და დღეს დაბალ ვიბრაციაში ვარ, ამას გონებით ძალიან ადვილად გამიჯნავს, რომ ეს მიბრუნება კი არ არის, უბრალოდ დაბალ ვიბრაციებში რომ ამიტომ არის აქ და ეგრევე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მაღალ ვიბრაციებში ავიდეს და შესაბამისად გაქრება ეს სიტუაცია საერთოდ თითქოს არც არსებობდა
მის ცხოვრებაში. ამიტომ წრეზე სიარულში არ არის მაინც და მაინც გაკვეთილები და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თავს რაღაცები არ დააჯეროთ, იმიტომ რომ ტვინი ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაცა ლოგიკით ახსნას, რაღაცა მოვლენები და ძალიან ბევრ არასწორ რაღაცებს იგონებს ხოლმე თავისით, რომ აი, ხო და ალბათ ჯერ არ დამიმუშავებია და კიდე რაღაცა უნდა ვისწავლო, ალბათ და ალბათ ვერ ვისწავლე და რაღაცები რა და ასევე არის ესეთი კანონი სამყაროში, რომ მოფიქრალი გონება, რასაც ფიქრობს, მერე მამტკიცებელი გონება მაგას ამტკიცებს. ანუ მე თუ ვიფიქრე, რომ ეხა მე წრეზე წავედი, იმიტომ რომ რაღაცა იქ არ დამიმუშავებია, მერე მამტკიცებელი გონება გარემოში იპოვის მაგის მტკიცებულებას, რომ უი, მართლა არ დამნახე, აი რაღაცა მოხდა და აი ეს რაღაცა რომ მოხდა, მაგან დამიდასტურა, რომ თურმე მართლა არ მქონდა დამუშავებული, მაგრამ ეს ყველაფერი არის სპექტაკლები, ანუ თქვენი გონება იგონებს მაგას რა. ხო, ამიტომ ეს მექანიზმი თუ გესმით, როგორ მუშაობს თქვენი გონება, თქვენი ბიორობოტი, თქვენი ცნობიერი, ქვეცნობიერი და ასე შემდეგ, უკვე ხვდებით, სად როგორ იოპერიროთ რა. ხო, და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როცა აი ესეთ რაღაცა სტრესებში ხართ და თითქოს სტრესზე დადიხართ, რაღაცა ემოციებში ხართ და რაღაცები გატრიგერებთ და რაღაცები, პირველი არის მნიშვნელოვანი თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ თქვენი დაკვირვების თვალი ცვლის მოვლენას, ანუ თქვენ თუ დააკვირდებით იმ თვალით, რომ მე ხა რაღაცები კიდე დამჩენია აქ დასამუშავებელი და ალბათ რაღაცები უნდა დავამუშავო, მაშინ ეგ სიუჟეტი განვითარდება და მამტკიცებელი გონება გამოგიგდებთ მართლა თუ რაღაცა მოიგონებს რამეს, რაც გქონდათ დასამუშავებელი და ასევე იმის ილუზიასაც შექმნის, რომ დაამუშავეთ. მაგრამ თუ თქვენი დამკვირვებლის თვალი იქნება უბრალოდ დაბალ ვიბრაციებში ვარ და აბა დავაკვირდე, მოდი აბა ჩემი ინსტრუმენტებიდან გამოვაღებ ჩემი ინსტრუმენტების უჯრას და მოდი აბა გამოვიყენებ იმ ინსტრუმენტს, რომელიც მე ხა დამეხმარება, რომ მაღალ ვიბრაციაში ავიდე და იქ როცა ავალ უკვე კარგად ვარ და ეს რაღაცები უკვე აღარ მაწუხებს. შესაბამისად, ჩვენი გონება ძალიან ბევრ ხაფანგს გვიებს ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დაკვირვების თვალი. ამაზე ერთ-ერთ სხვა ეპიზოდში უკვე ნასაუბრები მაგ სწორედ ესეთი დაჩენილებული ინფორმაციით, რომ თავისუფალი ნება არის რეალურად თქვენი დამკვირვებლის თვალი, როგორი თვალითაც უყურებთ თქვენს ცხოვრებას. ეს წერს, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრების სიუჟეტს და თუ აკვირდებით ისეთი დამკვირვებლის თვალით, რომელიც თქვენთვის არის უფრო საინტერესო და მისაღები სცენარი, მაშინ ეგ სცენარი განვითარდება და თუ აკვირდებით იმ თვალით, რომ ახლა რაღაცა თქვენი ბრალია ან რაღაცა კარმა მოქმედებს ან თქვენ დააშავეთ და მე რაღაცა კარმა მოგეწიათ და თუ ამ დამკვირვებლის თვალით აკვირდებით, მაშინ რა თქმა უნდა ეგრე ციპოვის თქვენი მამტკიცებელი გონება მაგის დამადასტურებლებს და მართლა ეგ სიუჟეტი დაიწერება. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის, რომ ამ თქვენ შინაგან ტანჯვებს და თითქოს ერთ წრეზე სიარულს დააკვირდეთ სწორი თვალით, იმ სწორი თვალში გულისხმობ, რომ სწორი არ არის, მაინც და მაინც ერთი კონკრეტული სისწორი არ იგულისხმება, ანუ იმ თვალით, რომელიც იმ მომენტში თქვენთვის უფრო ხელსაყრელია და რომელიც გაწყობთ, იმიტომ რომ როგორც ესეთი ჭეშმარიტება არ არსებობს სამყაროში. ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი და ეს ერთი არის ღმერთი და იმის გარდა ყველაფერი არის ილუზია. და შესაბამისად, თუ ყველაფერი არის ილუზია, ანუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მაგალითად თქვენ დააკვირდეთ იმ თვალით, რომ ჩემი კარმაა და მე უბედური ვარ და ყველაფერი მე მემართება და აი ეს ამ ილუზიას მიეცით უფლება, რომ განვითარდეს და დაალაგდეს თქვენი ცხოვრების ხაზზე, თუ იმ ილუზიას მიეცით გასაქანი, რომ იცი რა არის, მე უბრალოდ დაბალ ვიბრაციებში ვარ და მოდი ახლა მანტრას მოვუსმენ, კარგად გავხდები და ყველაფერი დაალაგდება და ეს პრობლემა საერთოდ არ ყოფილა. და ამ სიუჟეტს დაწერთ, ან თუ ისიც ილუზია და ესეც ილუზია, ხო? არც ერთი არ არის თავის მოტყუება, უბრალოდ თქვენ ირჩევთ, თქვენი დამკვირვებლის თვალით ირჩევთ, რომელი სცენარი უნდა განვითარდეს და ჭეშმარიტება არც ერთი არ იქნება, ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთია. მეტი არაფერი ამ სამყაროში ჭეშმარიტება არ არის, დანარჩენი არის უბრალოდ სათამაშო კუბიკები, როგორც გინდათ ისე აწყობთ, როგორც გინდათ ისე დაშლით. ოღონდ ეს როგორც გინდა იგულისხმება, რომ ანუ პოტენციალში შესაძლებელია, მაგრამ ადამიანებს თავიანთი ისტორია აქვს, თავიანთი ფსიქოლოგიური ბლოკები აქვს, რაღაცების ჯერათ, რაღაცების არ ჯერათ და ასე შემდეგ. ამიტომ რაც უფრო მეტ ანუ ცნობიერება, რაც უფრო მეტ გასაქანს გაძლევთ, რომ რაღაცები დაიჯეროთ თქვენი რწმენით, რაღაცები
აკეთოთ და განავითაროთ, ხო, თუნდაც შეიძლება რომ ადამიანს არ ჯეროდეს, ანუ თქვათ ადამიანი არის 40 წლის და მთელი ცხოვრება უცხოვრია, მასე რომ ყველაფერი არის კარმა, ყველაფერი მე მიბრუნდება, მე უბედური ვარ, თქვათ ესეთი ცნობიერება აქვს, ხო? ახლა სულ ერთხელ ადამიანმა რო თქვას, რომ იცი რა, მე ეს არ მაწყობს, აი თქვათ ეს ჩანაწერი მოისმინა და ამბობს, რომ მე ეს არ მაწყობს და მოდი აი როგორც ჩენელინგზე ითქვა, მე ახლა სხვა თვალით დავაკვირდები ჩემ ცხოვრებას და მოდი ეს კარმა კი არ იყოს, უბრალოდ რაღაცა დროებითი პრობლემაა, ხო? შეიძლება ადამიანი ამას რო ამბობს და ამას იაზრებს, მისი რწმენათა ბაზა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ამის იწამოს და რწმენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რწმენით იხსნება მერე ეს პოტენციალი და რწმენით იწერება სიუჟეტები. ანუ რწმენა და ფანტაზია, ანუ ეგორი არის, რითიც საერთოდ მთელი სამყარო არის შექმნილი რა. ხო და შესაბამისად ადამიანს შეიძლება იმისთვის რომ იწამოს, რომ რეალურად ეს კარმა კი არ არის და არავინ კი არ დამზადებს და ცუდი ჩამოწარებს არ უნდა, უბრალოდ აი მარტივი მიზეზია, ხო? ანუ ეს ჯერ უნდა იწამოს ადამიანმა პირველი საფეხური ეს არის და მეორე საფეხური არის უკვე რომ დაინახავს ამის შედეგს, თუ იწამა და მერე უკვე შეუძლია თავის სცენარი დაწეროს თავისი ფანტაზიის მიხედვით, რომელიც რა თქმა უნდა ისევ იქნება ილუზია, მაგრამ აქ ყველა ჩვენ ილუზიებში ვართ, ყველაფერი ილუზია, აბსოლუტურად სულიერი განვითარებაც ილუზია. სანამ მატერიაში ხარ, ყველაფერი არის ილუზია. რა თქმა უნდა, შეგიძლია ანუ ღმერთის თანამყოფობა არის მხოლოდ რეალური რა. даже ღმერთის ფორმებიც კი არის ილუზორული, ხო? იმიტომ რომ რამდენი ღმერთის ფორმა გვაქვს, რამდენი რელიგია არსებობს, რამდენი ფილოსოფია არსებობს, სადაც ღმერთის ფიგურა სულ სხვადასხვანაირად არის აღწერილი. არც ერთი არ არის ტყუილი, მაგრამ არც ერთი არ არის სრული ჭეშმარიტება. ყველაფერი ერთად არის ერთი მთლიანი ჭეშმარიტება და კიდე ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ჩვენამდე არ მოსულა, კიდე ბევრი კომპონენტია, რაც შედის ზოგადად ღმერთში, ხო? ღმერთი არის ყველაფერი, რაც არსებობს და რაც არ არსებობს ერთად. ხო და ამის გარდა სხვა ჭეშმარიტება სამყაროში არ არსებობს. საერთოდ არანაირი ჭეშმარიტება არ არსებობს ამის გარდა. ამიტომ როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ცხოვრების სიუჟეტი თქვენი დამკვირვებლის თვალით. ფაქტურად ისე გამოვიდა, რომ იმ წინა თემის გაგრძელება არის, მაგრამ ნუ აქამდე მოვედით. ამიტომ ახლა ძალიან მე მგონი გადავუხვიე, ცოტა გამეპარა რას საუბრობდი, იმიტომ რომ ვიზუალები ისე წამოვიდა, რომ ესე მიეწყო ეს თემა, მაგრამ თავდაპირველ კითხვას დავუბრუნდები, რომ რა უფრო სწორია ვიარო ფსიქოლოგთან, თუ ვაკეთო მედიტაცია და სულიერი პრაქტიკები. ანუ თუ არ შეგიძლია რომ მაღალ ვიბრაციებში იყო, თუ ჯერჯერობით ვერ იპოვო ინსტრუმენტები, რომელიც გაძლევს საშუალებას რომ მაღალ ვიბრაციაში იყო და ხარ ცუდად, რა თქმა უნდა, იარე ფსიქოლოგთან, მაგრამ ფსიქოლოგთან სიარულთან ერთად შეგიძლია ეძებო ინსტრუმენტები, რომელიც დაგეხმარება რომ ნელ-ნელა ახვიდე მაღალ ვიბრაციებში და შეინარჩუნო ხოლმე ეს ვიბრაციები და მე აღარ დაგჭირდება ფსიქოლოგია. ეს არის აქედან გამოსავალი. ეს არ გულისხმობს, რომ ფსიქოლოგია, თქვათ, არ არის საჭირო ჟანრი და დარგი, პირიქით ძალიან საჭიროა და ძალიან კაი დარგია, როდესაც მაგ სიხშირეზე არის ადამიანი, მაგრამ როდესაც უფრო მაღალ სიხშირეზე არის, უბრალოდ აღარ ჭირდება. ხო, აი როგორც მოდი ავიღოთ პედიატრი. ანუ დასრულ ადამიანს პედიატრი აღარ ჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პედიატრის საჭიროება სამყაროში არ არის. უბრალოდ დასრულობაში შენ უკვე პედიატრთან აღარ მიდიხარ. ეს არის და მორჩა. ასე არის აქაც, ანუ ფსიქოლოგი თუ გჭირდება, უნდა მიხვიდე, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ ფსიქოლოგი თუ გჭირდება, ესე იგი ხარ დაბალ ვიბრაციებში. რა თქმა უნდა, ლოკალურად შეიძლება რომ ახლა თუ მაგალითად რაღაცა სტრესი ახალი მომხდარია და ეხლა აგერ გუშინ მოხდა, ეგ არ ნიშნავს, რომ ფსიქოლოგი არ გჭირდება და ეგრევე მაღალ ვიბრაციებში უნდა გავარდე და ეგ გიშველის. რა თქმა უნდა, ეგ გიშველის, მაგრამ არის ასევე რაღაცა რაციონალური დროის ფაქტორები, ხო, რომ აი თქვათ ახლა გუშინ თუ რაღაც უბედურება მოხდა, ცხადია რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება მქონდეს სტრესი ქრონიკული და ტრავმა და ამიტომ ჯობია რომ ფსიქოლოგთანაც მივიდე. ანუ ეს უკვე ყველა ადამიანმა რაციონალურად თავის უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ თუ რაღაცა დასრულდა 5 წლის წინ მოხდა და დასრულდა და უბრალოდ ფიქრებით იქით მაბრუნებს და რაღაცა წრეზე დავდივარ, ხა ეს უკვე ნიშნავს, რომ იქ დიდი ალბათობით აღარანაირი პოსტტრაუმული აღარ არსებობს, ასე ვთქვათ, დინამიკა, უბრალოდ დაბალ ვიბრაციაში ადამიანი და ამიტომ უბრუნდება იმ დაბალ ვიბრაციულ მოვლენებს, რომელიც მის ცხოვრებაში მომხდარა. იმიტომ რომ ყოველთვის როცა ხარ დაბალ ვიბრაციაში, შენი ცხოვრების დაბალ ვიბრაციულ მხარესთან რეზონირებ და როცა ხარ მაღალ ვიბრაციაში, მაღალ ვიბრაციის ცხოვრების ხარისხს რეზონირებ და როცა ჩადის ადამიანი დაბალ ვიბრაციაში,
რაც მოხდა იმ დაბალ ვიბრაციაში, რაც იყო დაბალ ვიბრაციული, ის გახსენდება, იმას დარდობ, იმას ფიქრობ და ასე შემდეგ. ანუ კარს უღებ, ასე ვთქვათ, დაბალ ვიბრაციულ სამყაროს და ენერგიას. როგორც კი ადიხარ მაღალ ვიბრაციაში, იქ უღებ კარს მაღალ ვიბრაციულს და იქ ის აღარ არის, ის დაბალ ვიბრაციული უბრალოდ აღარ შემოდის არაფერი. ესე მუშაობს მოკლედ ეს საკითხი. ამიტომ წრეზე ბრუნვა არ ნიშნავს, რომ რაღაცა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ თუ ეგრე დაიჯერებ, გამოგიჩენს სამყარო და მოიგონებს რაიმეს, რაც უნდა ისწავლო კიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გჭირდებოდა ეს გამოცდილება და წრეზე ბრუნვა იმისთვის, რომ რაღაცები გესწავლო. ამ თემაზე თუ არის კიდე რაიმე დამატებითი ინფორმაცია, ერთი წუთი დავაკვირდები. ხო, კიდე ერთი ფაქტორი მაღალ ვიბრაციებში ყოფნის არის თავშეკავება დაბალ ვიბრაციული რაღაცეებისგან რა. ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის. ძირთად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ისე არის მოწყობილი, რომ ყველაფერი იყოს დაბალ ვიბრაციული საკვები, რა ვიცი, გარეთ, დინამიკა, სტრუქტურა ზოგადად ამ სამყაროს, ყველაფერი ისე არის რა, რომ მაქსიმალურად ყველა ადამიანი ვიყოთ დაბალ ვიბრაციებში. ამიტომ აი დილით რო გაიღვიძა და კონკრეტული რა ვიცი, ისაუზმე და მე წახვედი სამსახურში და მე 6 საათს გამოხვედი საცობებში და ამ საცობები ძლივს მიხვედი მე მეგობართან და მე იქიდან გვიან იქ დალიეთ და მე იმიტომ რომ განტვირთული ყავი ამ წინა სტრესისგან რაც დღის განმავლობაში გაიარე მე იქიდან კიდე სახლში მიხვედი დაღლილი და მე მეორე დღეს კიდე სამსახურს ადგედილით ადრე ხო აი ეს ყველაფერი უკვე არის სტრესული და უკვე არის დაბალ ვიბრაციული ანუ უბრალოდ ყველაფერი ისე არის დალაგებული რომ ადამიანი ქრონიკულად იყოს დაბალ ვიბრაციებში ამიტომ მაღალ ვიბრაციებში ყოფნა მარტო მედიტაციას და მარტო სულიერ პრაქტიკებს არ გულისხმობს. პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი ის უნდა ჩავხსნათ, რაც გვამყოფებს დაბალ ვიბრაციებში, ხო? ეს ეხება როგორც თქვათ, სიგარეტს, ალკოჰოლს, მით უმეტეს რაიმე სხვა ნარკოტიკული საშუალებები თუა, განსაკუთრებით მაგას, გარკვეულ ტიპის მინჯაჭულობებს, ხო? თუნდაც ქროლვას, ყველაფერი რაც ჩვენს ენერგიას წაიღებს ისე რომ ჩვენ რეალურად გვეცლება ეს ენერგია, ხო? აი მაგალითად მაღალ ვიბრაციულ ადამიანს არასდროს არ უნდა სკროლვა ან ალკოჰოლი ან სიგარეტი, იმიტომ რომ მაღალ ვიბრაციებში ყოფნა გულისხმობს, რომ ისეთ ტკბილ მდგომარეობაში ხარ, აი ძალიან კარგად ხარ რა, სულიერად, შინაგანად, ემოციურად, ყველანაირად მენტალურად, ემოციონალურად, რომ არ გჭირდება ამ ანუ სისავსის მდგომარეობა და იქ დამატებითი ელემენტი სკროლვა და სიგარეტი ან სასმელი ან ჩიზბურგერი ანუ არ არის ეს ელემენტები საჭირო იმისთვის, რომ შეივსო და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ ადამიანები და იმიტომ ვივსებთ ამ ტოქსიკური ნივთიერებებით თავს, რომ უბრალოდ სისავსის მდგომარეობაში არ ვართ და ვეძებთ რაიმე შემავსებელს, მაგრამ ეს შემავსებელი არასდროს არ არის, რა თქმა უნდა, ტოქსიკური ნივთიერებები და შესაბამისად ყველაზე კარგი არის, რომ უბრალოდ ეს რაღაცებიც ჩამოიშოროთ ცხოვრებიდან, რაც გამყოფებთ დაბალ ვიბრაციებში, ხო? ასევე განსაკუთრებული ჟანრი არის აქ დაბალ ვიბრაციულ ადამიანებთან ურთიერთობა. ზოგადად ადამიანს ესე უხეშია, ესე დარქმევა დაბალ ვიბრაციულია, ყველა ადამიანი შეუძლია იყოს როგორც მაღალ ვიბრაციული, ისე დაბალ ვიბრაციული. უბრალოდ ბევრი ადამიანი გაუცნობიერებელია და ავტომატურად იმყოფება დაბალ ვიბრაციებში, ხო? და ესეთი ადამიანები ძირითადად ასეთი ადამიანებისგან არის დედამიწა დაკომპლექტებული. შესაბამისად, მაღალ ვიბრაციაში ყოფნა კი ბატონო გულისხმობს იმას, რომ ვიღაცებთან ურთიერთობა უნდა შევწყვიტოთ და ვიღაცებთან უნდა შევზღუდოთ თუნდაც ურთიერთობის საათები ან ზოგი საერთოდ უნდა დაუკარგოთ და ეს ადამიანები შეიძლება ძალიან ახლობლებიც იყვნენ, ძალიან ახლო მეგობრები ან თუნდაც ოჯახის წევრები ან თუნდაც პარტნიორი ან თუნდაც შვილები შეიძლება იყვნენ. ამიტომ თქვენ გაბარიათ თქვენი თავი, ღმერთმა მოგცათ ერთი ცხოვრება, კონკრეტულად ერთი რა, ანუ ადამიანი ინკარნირებს, მაგრამ ამ ცხოვრებაში ამ თვალით, ამ სხეულიდან დაკვირვების შესაძლებლობა გაქვთ ერთხელ და თქვენ უბრალოდ უფლება არ გაქვთ იმისი, რომ არ იყოთ თქვენ თავარი ამ თქვენივე ცხოვრებაში რა. ხო და შესაბამისად ჯობია რომ თქვენი თავი დააპრიორიტეტოთ, თქვენი ენერგეტიკა დააპრიორიტეტოთ და ყველამ რომ ეს გააკეთოს თავისთვის, ну ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ ყველამ რომ ეს გააკეთოს თავისთვის, ხო, მაშინ ყველა ვიქნებით ერთობლივად კარგად. მაგრამ ამას რა თქმა უნდა უმრავლესობა არ გააკეთებს, უმრავლესობა თან დედამიწაზე ბოტებიც არიან და ამიტომ ეხა ისინი ნამდვილად არ გამოდგებიან მაგალითად, ამიტომ ეცადეთ, რომ ყველანაირი დაბალ ვიბრაციული თემები გადაჭრათ თქვენს ცხოვრებაში რა, იმიტომ რომ ესეც ძალიან ხელს უწყობს იმას, რომ ყოველდღიურად თქვენ იმყოფებოდეთ დაბალ ვიბრაციებში. მოკლედ ეს არის აქ ამ თემის გამოსავალი, მე მგონი ახლა აქ მეტი დამატება არაფერი საჭირო აღარ არის.